მეგობრებო, მოდით შეავდგინოთ ბავშვების, რომლებიც საფულის არდადეგებზე აგარაკზე მოდიან. კოსტო, მოვდივარ. მეც, გასაგებია, ტიმურ, ჯერ შევეკითხები და წამოვალ. კარგი, გასაგებია, სოფი. მოვდივარ, მაგარია. კარგი, სოფიც მოდის, ლეილო. მოვდივარ, მასწავლებელო მაიკ, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს ამ ზაფხულისთვის, მაგრამ მაინც მოვდივარ. ფრთხილად იყავით. რაიან, მოვდივარ. ხო, დიანა, სათხარ, არა, ჯერ გაკვეთილი არ დაწყებულა. ნასტიო. დიახ, მასწავლებელო მაიკ, მოვდივარ. დიანა, გელოდები. სტელა, შენ მოდიხარ აგარაკზე. მოვდივარ, მასწავლებელო მაიკ, მეც. ხო, ნასტია, 5 წუთში მანდვარ, უთხარი მასწავლებელო მაიკს, მაინც გააფრთხილე წინასწარ რა, მალე მოვალ. კარგი, მეგობრებო, მიხარია რომ ყველა მოდიხართ, ეს არდადეგები ძალიან სახალისო იქნება. დიანა სად არის? მასწავლებელო მაიკ, დიანა ძალიან მალე მოვა, თითქმის სკოლაშია უკვე და წამოვა ეგეც არდადეგებზე. გამარჯობა დიანა, ეს შენთვისაა. გამარჯობა დიანა. გამარჯობა რომეო და გამარჯობა ბაჭია, მაგრამ იცი რა, შემაშინე, მეორედ ასეთი რაღაც აღარ გააკეთო. ბოდიში დიანა, არ მინდოდა რომ შემეშინებინე, ესა იყო შენთვისაა. მადლობა რომეო. დიანა, შეიძლება ვილაპარაკოთ? არა, არ შეიძლება, ახლა გაკვეთილი მაქვს და მეორედ აღარ შემაშინო იცოდე, ხომ გაიგე? კარგი, აღარ შეგაშინებ, მაგრამ ვილაპარაკებთ. მოკლედ, მეგობრებო, იცოდეთ რომ ვინც აგარაკზე გაცივდება, ეგრევე სახლში წავა. გამარჯობა მასწავლებელ მაიკ, მაპატიეთ რომ დავაგვიანე. დიანა, ჯერ გაკვეთილი არ დაწყებულა. ძალიან კარგი, რაზე გვაქვს დღეს საუბარი? ზაფხულის არდადეგები განვიხილეთ. ვაუ, მაგარია. დიანა, ეს რა ბაჭია? ნასტია, დასვენებაზე მოგიყვები, ისე შემეშინდა. მეგობრებო, გაჩერდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც დავაგვიანა, ვინც აგარაკზე გაცივდება, ეგრევე სახლში წავა. გავიგეთ მასწავლებელ მაიკ. მასწავლებელ მაიკ, ვიცით, ყოველ წელს გვეუბნებით არდადეგებამდე აუცილებლად. კარგია, გახსენით თქვენ მრევლებ და დღევანდელი გაკვეთილის თემა ჩაიწერეთ, პარაზიტები. მეგობრებო, დასვენებაზე სტვენა უნდა დავიწყოთ, რომ გოგოებმა გაიგონო. კარგი, მაგრამ რო ვერ გაიგონონ და ჩვენთან არ მოვიდნენ, ჩემი ნასტია მაინც შემომჩნევს. დასვენებამდე რამდენი დარჩა? 10 წუთი, მანამდე უნდა დავიცადოთ. ხო, დავიცით. სიმპათიურ ბიჭებს ვხედავ ჩვენ სკოლასთან. ბიჭებო, მე ამბოხეებს ელოდებით, მაგრამ ხომ იცით რომ მასწავლებელ მაიკს არ სიამოვნებს, როცა ჩვენ სკოლაში მოდიხართ. ხო, მაგრამ ჩვენ მასწავლებელ მაიკთან არ მოვსვლარ, ჩვენ გოგოებთან მოვიდით. და შენ აპირებ რომ მასწავლებელ მაიკს უთხრა? თქო, არაფერი უთხრა, უბრალოდ ლაპარაკი გვინდა გოგოებთან. არ წავალ და არაფერს ვიტყვი, ბაყაყები ეგეთი ცუდებიც არ ვართ. არასწორი გოგოები შეგიყვარდათ ბიჭებო, თვალი რომ გაახილოთ და ინახავთ რომ მათ გარდა სხვა ლამაზი გოგოებიც არიან. მაგალითად, შენ? დიახ, წაგვიყვანეთ ერთხელ პაემანზე და ნახავთ რომ მაგრები ვართ, სახალისოები ვართ და კარგები, ლამაზები. ეს დაინახეთ? შოკში ვარ, ჩვენი ყოფილი შეყვარებულები. ნეტა ბლონდი რაზე ესაუბრება? სხვათა შორის გაკვეთილი გვაქვს კნობა. ვერ წავალ მათ გამო, ხო, ვერც მე. ბიჭებო, მარკუს, ახლა ჩემი ნომერი გაქვს. გოგოების ნომერიც ხომ არ გინდათ? მე ამას უფასოდ გავაკეთებ, იმედია ნასტია დამიბრუნდება. ხო, მეც უფასოდ გავაკეთებ. ჟენიას ტელეფონის ნომერია 6035. ეს დაინახეთ, ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და მათაც ჩაიწერეს. რა უსიამოვნოა. დიანას უნდა ვუთხრათ, ხო, მაგრამ მათ გამო ვერ მივდივართ. ბიჭებო, დაგვირეკეთ და ნახავთ, რომ როგორი სახალისო გოგოებიც ვართ. კარგი, ამაზე ვიფიქრებთ. ბავშვებო, უნდა დაგილაპარაკოთ. თუ გინდათ რომ გაზარდოთ გაყიდვები, ჩემი ბისკვიტები უნდა გაყიდოთ. არა, საათისფერო, ეს შეუძლებელია. თუ შენ ნამსხვრევს გავყიდით, მერე ჩვენ პიცას და ბურგერებს ვინ იყიდის, მათ რა დაემართებათ? არა, მწვანე, უცნაური შემოთავაზებაა. არა და არ არის უცნაური, ბისკვიტებს ვაცხობ, დარიჩინით, შოკოლადით, ყველაფრით, რასაც მეტყვით. საათისფერო, რაც არ უნდა შემოგთავაზო, ჩვენ პიცას და ბურგერებს მაინც არ დავუთმობ. ვერ გაიგე მწვანე, ჩვენს კაფეში შენ ბისკვიტებს არ გავყიდით. კარგი, გასაგებია, მაშინ გასახდელში გავყიდით ჩემს ბისკვიტებს და თქვენ კლიენტი საერთოდ აღარ გეყოლებათ. რა უცნაური გოგოა. აი, ის ნუ ნერვიულობ, მის ბისკვიტებს არავინ იყიდის, ყოველს პიცა და ბურგერი უყავს. არა, პიცა, დღეს ნამსხვრევს შენ გააკეთებ. კარგი. ჯიჯი, აქ ვზივარ და ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მწვანესთვის ხომ არ გვეკითხა? რა უნდა ვკითხოთ, მაგრამ რა უნდა იცოდეს? მაგრამ ჯიჯი, ბევრი შეყვარებული ყავდა, იქნებ რამე გვირჩიოს. ჯული, კარგი რა უნდა გვირჩიოს? როგორ ჭამოთ ჩქარა ბულკი? პიცა, ერთი მოხიტო გამიკეთე და ყინული დაამატე, შეგნინ არ ვიწვი. კარგი, გავაკეთებ. გაიგონეთ, რომეო შეგნინ არ იწვის. რომეო შემიძლია აკაკტო და გაგაგრილო. არა, არ მინდა, მადლობა შემოთავაზებისთვის, ხალბოკალად ბურთელებო. უკვე ძალიან მაგიჟებს, ახლა ვიავდგები. მაქს დაივიწყე, ხوار და გავიწყდა რომ მასწავლებელი მაიგის მიშვილია. ახალი პრობლემები ხო არ გინდა? ხო, მართალი ხარ, მასწავლებელი მაიგი ყოველთვის მოვიწყდება.
კარგი მეგობრებო, თქვენი პრობლემები დამიტოვეთ. დიანა, ეს ბაჭია ვინ გაჩუქა? ნასია, არც დაიჯერებ. რომეომ. რა? და რატომ გამოართვი? უარი უნდა მეთქვა? ხო? დიანა, ხო იცი, საფულის არდადეგებზე ძალიან სიცხე იქნება. იმა, წესიერად. ძალიან მაგარი და სახალისო იქნება. ხო, გოგოებო, გავერთობით. წამოდი დიანა. კარგი, ყველამ ჩააბარა. ნასია, შენი პრობლემი რატო დატოვე? ნახვამდის მასწავლებელო მაიკ. კარგად გოგოებო, იმედია შემდეგში აღარ დაიგვიანებთ. გოგოებო, არ გაგიკვირდეთ ბიჭებმა რომ დაგირეკონ, თქვენი ნომრები ჩავაწერინე. რა? გამარჯობა. ჩემთვის რატო არაფერი შეუკვეთეთ? ჩვენ საიდან მოგწონო და როდის მოხვიდოდი? პიცა, ბურგერი გამიკეთე. გოგოებო, მე ამბოხეების ყოფილ შეყვარებულებს ვეფლირტავებოდი. მოიცადე როგორ? სკოლაში რომ მოვედი, ვნახე რომ იქიდგნენ, ხო და ჩვენი ტელეფონის ნომრები მივეცი. მალე შეიძლება დაგვირეკონ და პაემანზე დაგვპატიჟონ. რა? მართლა? და ჩემი ნომერი ვინ ჩაიწერა? სლავამ ჩაიწერა. და ჩემი? გოგოებო, ასე ზუსტად არ მახსოვს, დაგვირეკავენ და გავიგებთ. ჯანდობა, მე მარკუსი მომწონს. სტელა, მეხსიერებასთან პრობლემები ხომ არ გაქვს, მარკუსი მე მომწონს. ბაყაყებო, დიმა ხომ არ გინახავთ? ვეღარ ვუკავშირდები. რა მოხდა? მწვანე, შენს ფეხბურთელს ჩვენ თვალს არ ვადევნებთ. ხო, სხვა ბიჭები მოგწონს. გოგოებო, გამარჯობა, სავარჯიშოდ მოვიდი. გამარჯობა, მასკოტ, დღეს ვარჯიში არ გვექნება. დიანა, მომიყევი, რა მოხდა რომეოსთან? მოკლედ, კარადასთან მივედი და როგორც ყოველთვის სუნამო შევისხი. მერე უკნიდან ვიღაცამ ხელი დამადო. ძალიან შემეშინდა, შევტრიალდი და რომეო იყო. და ბაჭია ეჭირა ხელში და მითხრა გამარჯობა დიანა, ეს შენთვისაა. მოიცა დიანა, რომეო ისევ არ გეშვება? მასკოტ, არა მარტო, საჩუქრებსაც მჩუქნის, ბაჭიებს, გესმის ეს სმაილმა რომ გაიგოს, რამხელა პრობლემა შემექმნება, ჩხუბს დავიწყებთ, ეს არ მინდა. დიანა, არ იცი ბიჭებს უარი როგორ უნდა უთხრა? უბრალოდ უთხარი რომ თავი დამანებე დონატ. ნასე, ამას რატომ ეძახი? რომეო ძალიან საყვარელი ბიჭია, უბრალოდ ჩემი ტიპი არ არის. კარგი, ყველაფერი გასაგებია. დონატი, კარგი ბიჭი, არ არის შენი სტილი, მაგრამ დღეს მართლა ვივარჯიშებთ, შეიძლება სახლში წავიდე. მასკოტ, რატომ ხარ გაგიჟებული ამ ვარჯიშზე? ახლა ხომ ვსაუბრობთ? ხო, დიანა, მაინტერესებს, მოყევი. დიანა, შენ გეძებდით. რაღაც უნდა გითხრათ. მოკლედ დავინახეთ ახალი ბიჭები და ბლონდი თავის ტელეფონის ნომერს აძლევდა. ხო, მარკუსა ფლირტავებოდა. კარგი, გასაგებია, თქვენთან ყოველთვის ახალი ამბებია და ყველა ამბავი ბიჭებზია. მოიცა რა? მართლა? ეს როდის დაინახეთ? სად? სკოლაში რომ მოვედით. ხო, შოკში ვიყავით, უბრალოდ ასე იდგა და ხო და ძალიან საყვარლად ელაპარაკებოდნენ. იცი რა დიანა, მგონია საერთოდ არასდროს არ ვუყვარდით. ხო, მაგრამ ნეტა სკოლაში არიან ახლა სადმე? წესით კი. ალბათ ბაყაყებს ელოდებიან, რომ მერე სახლში გააცილონ. გოგოებო, მოდით ვიპოვოთ და ვკითხოთ, ოდეს მე ვუყვარდით თუ არა. რაც არ უნდა იყოს, არ მომწონს რომ ბაყაყებთან არიან. არც ჩვენ. გოგოებო, თქვენ მარტო ბიჭებზე ფიქრობთ. მასკოტ, ეს მნიშვნელოვანია. იმედია ეს საფულის არდადეგები მალე მოვა. ლეილა, გაბრაზებული ხარ ისევ ჩემზე? თავი დამანებე, თაგვო. არ ვარ თაგვი, ვირთხავარ, როგორც ადრე. იანა, როგორც ადრე, არა, მე არ მინდა რომ კომუნიკაცია მქონდეს თაგვთან. კარგი, მაშინ ლუზერი გავხდები. ბიჭებო, ნუ გვაშტერდებით. ერთი წუთი ჩუბლზე რამე გვახატია? ჯიჯი, უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ლამაზები ვართ. ასე ნუ გვაშტერდებით, თორემ ჩუბლში ხვრელი გაგვიჩნდება. ჯიჯი, რა ხდება, ჩვენ სამუდამოდ დავშორდით. კარგი, რა გოგოებო, მალე ზაფხული მოდის, მოდით შევრიგდეთ. ბიჭებო, არასდროს. ხო, მართალია, ზაფხულიც არდადეგები მოდის და ჩვენც ახალი მაგარი შეყვარებულები გვეყოლება. გოგოებო, შეიძლება ლუზერი ვიყო, იმიტომ რომ ჩემმა მეგობარმა გამომაგდო. არა, მოწინააღმდეგეები არ გვჭირდება. იანა, რა კარგად გამოიყურები ლუზერებთან, მგონია ეგ შენი ნამდვილი ადგილია. მეგობრებო, მნიშვნელოვანი განცხადება მაქვს. ლამაზი გოგოები მჭირდება ფოტოსესიისთვის. ვინ არის დაინტერესებული? ფოტოსესია? პროუს გაიგონე? არავინ. ჩვენი გოგოები ფოტოგენურები არ არიან. რაიან, მე შემიძლია. რაიან, ჩვენ შეგვიძლია. რაიან, თანახმავართ. მაგარია, ეს ფოტოსესია საოცრება იქნება. გოგოებს რა დაემართათ? მაგარია, ახლა ფოტოების გადაღებას დაიწყეს. ბიჭებო, არ ინერვიულობთ, ჩვენს ფოტოსესიას გავაკეთებთ. აბა ბაყაყებო, ჩემი შურთ ძალიან მაგარი შეყვარებული და მაგარი მეგობარი მყავს. არა, არ გუშულ შენ. მე ამბოხეები მოდიან, გაგვატარეთ. არა უშავს, მე ამბოხეებმა ჯერ არ იციან ჩვენ ვისთან ვიქნებით მალე. ხო. რა? მე დამცინით? მე? დიმა, მაკოცი ახლა რომ მამათმა დაინახოთ და შეშურდეთ.
მიდი, თორემ კოსტა გააკეთებს. მე ამასთან არ ვარ. წვანე, მატყუარა ხარ. მატყუარა? დიმა, ოჩა. არა უშავს, მალე მე და მარკუსიც ვაკოცებ და ესენი შოკში დარჩებიან. შოკში იქნებიან. მეგობრებო, არ გინდათ გომბეშოებს შევხვდეთ, რომ მე ამბოხეები გავუპრესოთ. არა, მე ნასტიასთან ვიქნები. ხო, მართალია, გომბეშოებს უნდა შევხვდეთ, რომ მე ამბოხეები მივხვდეთ, რომ ისინი ჩვენთვის ერთადერთები არ არიან. მეგობრებო, ჩუმად იყავით, მაიკმა არ უნდა დაგვინახოს. გოგოებო, შოკში ვარ, ერთი კვირაც არ გასულა და უკვე ბაყაყებს აფლირტავებიან, ბაყაყებს. ხო, ეს არანორმალურია. აქ სკოლაში აღარ უნდა მოვიდნენ. მართალია. ვაუ, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ აქ გიპოვიდით. რას აკეთებთ აქ? და წესით სკოლაში შემოსვლა აღარ შეგიძლიათ, ხო? შეგვიძლია და აქ გომბეშოების სანახავად ვართ. ნასტია, გამარჯობა. ჯანდაბა გოგოებო, შოკში ვარ, გერას ისევ ვუყვარვარ. მომისმინეთ ბიჭებო, შემიძლია ერთი ზარით მასწავლებელი მაიკი მოვიყვანო და გაგაგდებენ. ბიჭებო, არ გრცხვენიათ? ერთი კვირაც არ გასულა და უკვე ბაყაყებს ეფლირტავებით? კიდევ ერთი რაღაც, ჩვენ მოგიყვანეთ ამ სკოლაში, არა ბაყაყებმა. სერიოზულად, თქვენ თვითონ მიგვატოვეთ. მთელი ცხოვრება დაგელოდებოდით, თქვენ მიგვატოვეთ და გომბეშოებს უყვარვართ. გოგოებო, გაიგეთ, ბაყაყებს უყვართ. ბიჭებო, წადით აქედან, ახლა ვარჯიში გვაქვს. მეგობრებო, ახლა რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცი, მე გომბეშოებთან ყოფნა არ მინდა. მეგობრებო, მომისმინეთ, მოდით უბრალოდ მივიდეთ მე ამბოხეებთან და ვაკოცოთ. ხო, კარგი იდეაა. მოგლეთ, ჩვენი გოგოები საუკეთესოები არიან. ხო. ჯანდაბა გოგოებო, საერთოდ არ ვალდებოდი, რომ აქ ასე სმაილ, ყველაფერი არასწორად გაიგე, ჩვენი ბრალი არ არის მართლა. ჯანდაბა ბიჭებო, რა გააკეთეთ? გოგოებო, გვიყვარხართ. ახლა გასაგებია, ეს ვისი ბრალიცაა? მაქს, მაიქს დაურეკე. გისმენთ, რა უქნა, დავარეკოთ თუ თქვენ თვითონ წახვალთ. გოგოებო, მერე დაგეგირავთ. აბა გოგოებო, გელოდებით, აგვიხსენით ამ ბიჭებთან რა ურთიერთობა გაქვთ. ხო, აგვიხსენით, რას ნიშნავდა ეს ბიჭების კოცნა. მაგრამ სიმართლე გითხარით, მერი, გისმენ. ბიჭებო, ყველაფერი არასწორად გაიგეთ. ჩვენ ყველაფერი დავინახეთ და აქ არავის არ ეჩქარება. გოგოებო, ამ ოთახიდან არავინ არ გავა, სანამ სიმართლეს არ იტყვით. აბა, ჩვენ გისმენთ, მაგრამ მხოლოდ სიმართლე უნდა გითხრათ გოგოებო, სიმართლე. გოგოებო, რა გავაკეთოთ? გეუბნებით არ დაგიჯერებენ. და მორჩა? კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე და აბუხსნათ ჩვენ შეყვარებულებს, რომ არაფერი არ მომხდარა. კარგი, წავედით. კარგად.